აი, აქ არის ეს, მაგრამ ეს რა შენობაა? აი, შუშის შენობა რომ მოჩანს, მაგ ეზოშია ჩემი სკოლა. გადავიდეთ ახლა და. და აქ რომ ვარ, რა თქმა უნდა, სუგური მიფანს ქალებს. იმიტომ რომ მე ხო აქ ვცხოვრობ თან და ყოველდღე ფეხით დავდიოდი, რა თქმა უნდა, სკოლაში და დილაობით მეზობლები, ვინც დავდიოდით ამ სკოლაში, ერთად ვიკრიბებოდით ჩვენი ქუჩის ბოლოში და ერთად მოვდიოდით. აი, ჩემი სკოლის შესასვლელი. ეს შენობა აქ არ იყო, აი აქ იდგა პატარა ერთსართულიანი და იყიდებოდა პერაშკები. ღირდა 25 თეთრი. და სკოლიდან შესვენებებზე აქ მოვდიოდით ხოლმე ამ გვეზელების საჭმელად. ამას იყო მთლიანად სკოლის ეზო რა. ვაიმე, აქ სულ სხვანაირია ყველაფერი. ეს არის ჩემი სკოლა. შენობა იგივეა, არ შეცვლილა. მიგიყვეთ ჩემს საკლასო ოთახთან, აქეთ ქონდა ფანჯრები. ჩემი კლასი იყო მესამე სართულზე, აი აქ. სტადიონი არ იყო, მაშინ უბრალოდ მოედანი იყო, სადაც გამოვდიოდით ხოლმე და თამაშობდით შესვენებებზე. ძირითადად აი ორ დროს შობანას და ეგეთ თამაშებს. ნუ მაღალ კლასებში უკვე უბრალოდ დავდიოდით და ჭორავდით. რა უცნაური შეგრძნება, იცი? თქოს აი არც წასულხარ აქედან და თან ძალიან გაუცხოება. ეხა გამახსენდა, ჩვენ გვყავდა კარის ქალი ეთერი. ძალიან მკაცრი ქალი იყო, სულ ჩხუბობდა. სულ. ქურდიანზე, 9 ნომერში. ეს სკოლა მაგ დამთავრებული და მომიყვანა მოგონებებმა. დროს იყო თამილა გველესიანი. ეხლა ის 155-ია, როგორც მე ვიცი. მართლა? ნონი ნანობაშვილი ბიოლოგიის. აი ახლა გავიდა ერთი. ვაიმე, რას ამბობ? შატალოზე ხშირად არ დავდიოდი სხვათა შორის, იმიტომ რომ არ ვიცი, არ ვიყავი შატალისტი. ერთხელ წავედი შატალოზე და ჩემმა ძმამ გამომიჭირა მუშტაიდან. კი, აქედან გამოვიდოდით ისევ ჯგუფად. იმიტომ რომ თან კლასელები ვიყავით, თან მეზობლები, თითქმის ყველა და დრამები იყო რა, აქ რომ ის იმას არ დაელოდა და ის მე რატო არ დამელოდა, იმას პირველმა დაურეკა და მე რატო არ დამირეკა. ეხლა გადავჭრით აი შუქნიშანს და ერთი ქუჩის შემდეგ არის უკვე ჩემი სახლი. ესეც მუშტაიდის პარკი. ხო, მუშტაიდში რომ ის დადგეს გემი, ხო იცით ესე რომ ქანაობს რა. 50 თეთრი ღირდა ამ გემზე დაჯდომა. ვერ ვიტანდი ამ გემს, იმიტომ რომ ცუდად ხდებოდი. მერეო და გული, როგორც კი ჩამოვდიოდი, მაგრამ მაინც სულ ჯდებოდი, როცა მქონდა ეს 50 თეთრი ღირდა. ჩემი მეგობრები ყველას ხდებოდნენ და მე ხوار გამოვეყოფოდი და ვიქნებოდი რა ქვია მაგას. ფართი ფუფერი. იცი რა გამახსენდა? ეს ისტორია არ მაძლევს მოსვენებას და არ მაძლევს საშუალებას რომ დამავიწყდეს, იმიტომ რომ არასდროს არ მომინანიებია. ერთადერთხელ მაქვს ცხოვრებაში მოპარული რაღაც. აი აქ, სადაც ახლა ჩვენ ვდგავართ, იჯდა ქალი და მაგიდაზე ქონდა გაშლილი ისინი რა ქვია, ფანქრები, სტიკერები, რაღაც აი ესეთი რაღაცა ნივთები და არ ვიცი რატო, აი მართლა დღემდე არ ვიცი რატო. რაღაცა ვიყიდე და ფული არ მახსოვს, რატო გავაკეთე, მართლა არ მახსოვს და აი ესეთი ერთი ცალი ფურცელი სტიკერი ავიღე და ჩავიდე ჯიპეში. აი აქ ქონდა ჯიპე. ჩავიდე ჯიპეში და წავედი და რა წავედი, იმ წამსვე ხომ ამიაზრე და ვერ დავაბრუნე. ანუ აი თელი ცხოვრება მომყვება ეგ რომ იმ ქალს მოვპარე აი ამ ხელა ფურცელი რაღაცა, რაზეც ეხატა რაღაცეები რა. ესეც ჩემი ქუჩა. აქ გავიზარდე მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება აქ გავატარე. აქ ჩემი კლასელი ცხოვრობდა.
ეს არის ჩემი корпуსი. დრო იყო ამას ვერ ვწუდებოდი ხოლმე, ესე ვსვამდი აქედან წყალს. სხვათა შორის მახსოვს პირველად აქ რომ მოვედი. თიანეთში დავამთავრე მე ბაღი, იქ ვიზრდებოდი რამდენიმე წელი ბებიასთან და რო ავედით პირველად ჩვენს ახალ ბინაში. რომელსაც ჰქონდა ერთი ოთახი, ხოლოდ და მახსოვს რომ შევედი ამ ბინაში, იდგა ორსართულიანი საწოლი. და ეგრე დაიწყო ჩემი თბილისური ცხოვრება. ესე იგი, ეს არის ის ოთახი, სადაც გავიზარდე. ანუ აი აქედან მოკლედ, აი აქედან უკვე იყო მოშენების ადგილი რა, ანუ აივანი. და ეს ორი ოთახი მერე მოვაშენეთ უკვე რო ცოტა რაღაც შესაძლებლობები მოგვეცა უკვე 2000-იან წლებში რა. აქ იდგა ეს ორსართულიანი საწოლი, აი ამ კედელზე. ქვემოთ ვიწექი მე, ზემოთ ჩემი ძმა იწვა. აქ იდგა ერთი საწოლი, უბრალოდ თან საწოლი, თან ტახტი. და მერე ეს რა ქვია, მატრას ჩამოვიღებდით ხოლმე კიდე და მამაჩემს იმაზე ეძინა. რომ მოვაშენეთ, მახსოვს რომ მაშინვე ვერ გავარემონტეთ რა. და ერთ დილით მახსოვს რომ მაღვიძებს სისველე. ბალიში მაქვს სველი. მოკლედ ჩამოვიდა წყალი. მთლიანი ჩვენი საწერი მაგიდა წიგნები რვეულები, მთლიანი საწოლი სუ იყო სისველეში და მახსოვს აი კადრი როგორ გამოვედი ღამე ოთახიდან და მივედი ესე და ვეძახთი რომ დავსვოლდით თქო რომ სუსველი იყო ყველაფერი და მე მახსოვს რომ აი ეს წიგნები რითიც მე ინგლისური წიგნები და რაღაცები დასველებული და გამშრალი რო არის ხო იცი აი ეგეთი რო იყო ეგ წიგნები მახსოვს. უი, ესენი კიდე გაქ რომ მოგიტანე. მიკროფონი დაგიმაგრო. ეს მითხარი ვინ არიან? ეს არის დედა ჩემი. ხო. ეს დეიდა ნადიკო, ბუგზარის და კახას დედა. ხო. ეს ლამარა. ნადიკო და ლამარა. ხო. დედა ჩემი და ჩემი დეიდები და ეს მეგი დედა ჩემი და ვანო პაპა. მამა. აუ ეს ხო დანახა. ძალიან საყვარლები ხარ ჩვენ და მეგი. დედა ჩემი ძალიან მკაცრი ქალი იყო და ვანო პაპა ძალიან აისა. და მეგის ბიჭებმა დაარქვეს ნინა მრისხანის მეუღლე ივანე მორჩილი. აი ნინა მახსოვს, ანუ ჩემი დიდი ბებია, აი ორი კადრით. აი რაღაც აი გაელვებასავით, აი თითქოს თან მახსოვს და თან აი მოყოლილი მოგონებებია თუ ის როგორ მოსწონდი შენ რომ წესრიგიანიაო. წესრიგიანიაო, არაფერს თავის ადგილზე ყველას თავის ადგილს მეუჩნევსო, მე ხოს უმეჭობებოდა. რომ შენ აქ ეს რატო დადე და ის რატო იქ არ დადე და ერთხელ რაღაცა დამავიწყდა და ვაიმე რა გამოტვინებული ვარ მეთქი და გაგიბწყინდა სახე. ბება, ნინა ბებოც არის გამოტვინებული. ანუ ივანას თვადა. სოხუმელი ჩემი ქვის სოხუმელი ნათესავები დედაშვილი ჩამოვიდნენ ჩვენთან ცხოვრობდნენ 6 თვე. ირა, ხო. და ირა წავიდოდა ხოლმე ბაზარში და მოიტანდა ხილს ამის 1000 რაღაცას და ერთხელაც მოვიდა და მოიტანა ბროწეული. 3 ფინჯანი დადგა. ვარიკოს, გვანცელს და თავის ბიჭს, ვახოს. და ანაწილებს ეხლა რომ სამივეს და ეს რასაკვირველია მაგიდას მეუჟდა და დაიწყო ჭამა. ეს ჯერ ნუჭამო ირამ უთხრა. გაბრალებით კი არ თქვია. აი გავავსო ყველა და მერეო გაებუტა. ერთი კვირა არ ელაპარაკებოდა სანამ საჩუქარი არ მოუტანა. ესე იგი ამ ფოტოზე არის გამოსახული 5 თაობა. აი ეს ბავშვი არის მამა ჩემი. ეს არის ბებია ჩემი. ეს არის ნინა ბებო, ანუ ბებია ჩემის დედა. ეს არის ნინა ბებოს დედა და ეს არის ბებია. ცოცხალა ბებო. მე უკვე გათხოვილი ვიყავი, როცა პაპას რო ვეძახით, ყველას იცი როგორ უკვირს, მეგრელი იყო და თიანეთის გავლენაა ეგ. ისე ლიტერატურული არის პაპა. ნამდვილად. გიგლა რო გარდაიცვალა, მე უკვე გათხოვილი ვიყავი და ერეკლეც მყავდა. ერეკლე მყავდა 2 წლის. 13-ში გარდაიცვალა. და ვაიმე, აი
რაღაცა ჩემი ნაწილი წაიღო რა. იშდებოდა ამაზე. რა ურთიერთობაც ახლა მე შენთან მაგ ეგ მიუხედავად იმისა რა ახლოს ვიყავით და სუმარიგებ და სუმელა და ან უყარდა ლაპარაკი ვერ მოვასწარი ადამიანის კარგად გაცნობა, იმიტომ რომ როცა ხარ პატარა, ის არის შენი ბაბუა, გიყვარს უზომოდ, უპირობოდ, მაგრამ ის რომ შენ შეიცნო ის ადამიანი, მაგას დიდობაში ახერხებ მარტო. მე გამაცანი და მე შეიყვარეო. ესე იყო გაბრაზებული, როგორ ტელევიზორით უნდა გავიყო. ვაიმე. არავისი არ მეშინოდა ბაბუა ჩემის გარდა. და რაღაც ისეთი პერიოდი იყო და დაგვსევდნენ ეს ჟურნალისტები. რა არ ვამხელდით ამ ურთიერთობას და რაღაცა და დაიწერა ჟურნალში, გამოაცხადეს და ისე განიცადა რომ მე ძალიან განვიცადე რომ ეგრე გაიგო, მაგრამ მე ძალიან შეუყვარდავა ხო. ყველაფერს გაპატიებდა შენ ისე უყვარდა. აი ეს რაც თავი მახსოვს მას მაგისი გემო ვერ გავსინჯე, იმიტომ რომ გაუხსნიათ დათოს და ესა დაულევიათ და ჩაი ჩაუსხიათ შე. არასხია ამაში კონიაკი? მოგატყუეს? აქ ნახე. ბალერინა არის. აბა თუ იქო. მამების და ბაბუების კოლექციებს ესეცლიდნენ ბიჭები. მეცადე? დადგი ახლა და აღარ ვიცი კიდევ ჩანს როგორც ვიყო? მაგალითად კონიაკი არ არის, მაგრამ მაინც ლამაზია და უყვარდა აი რო არ გჯერათ ხალხნო ყველასთან რომ გონიათ რომ საჭმელს არ ვჭამ და იმიტომ არ გამხდარი ახლა ისეთი ფუფუნება არ აქვს მქონდა რომ სადილად ერთად დავსარიყავით ოჯახი მთელი ვინც მოვიდოდა სამსახურიდან ის სადილობდა და ყველაზე გვიან პაპა მოდიოდა და რჩებოდა ხოლმე ნარჩენი სადილისა ცოტა და დედამისმა კათამი გავაკეთეთ ჩახოხბილი დიდი კათამი შეუნახა რა თქმა უნდა ბლომად თეძო ბარკალი და ფრთა ეს თიანეთიდან ახალი ჩამოსულია და კილო აქ იქა ორი ძალიან მაგარია კიდევ როგორც კი შემოვიდა პაპამისი მეუთხარი არ დაუძახო მეთქი ახლა აი ამ წუთში ადგა ახლა ის ადილობეთი და ეს იქით არის და ვის დაზახება რაში დაჭირდა გამოვიდა გამოაცურა ტაბურეტი მაგიდიდან რაღაც ვისამდი და უდგითებში პაპამ გადმოუღო თეძო და ბარკალი და თვითონ ხრავს ფრთა ესე გადახედა ძალია ძვალია ხო ძვალია ხედავთ რა ღორმოცელა ვიყავით რაც ნიფთები არის ხო ძველი ნიფთები რაღაც წამოდიო წამოდი ჩავიდეთ ქვევით და გავხსნათ არ მჯერა ერთლა არ მჯერა ეხლა რაც უნდა ვქნა და დავიწყო არ ვიცი აქ ალბომებიც არის ეს ვართ მე დედა და ვანიკო ჩემი ძმა აი ესეთი ვიყავი მე ეს არის თიანეთში გადაღებული ფოტო 90 წელია აქ ვარ 1 წლის ანუ ეს არის ბაღის გამოსაშვები მე მგონი ფოტოს აქვს ეგეთი ისტორია ამ ფოტოს გადაღებიდან 1 წუთში თავი გადამპარსეს, იმიტომ რომ მასევია ტილები. ტრადიცია იყო, რომ სანამ თავს გადამპარსავდე ფოტოსესიას გიწყობდი. ეს ჩემი ბაბუა, გიგლად არასელია. ციყვი ან რაღაც, აქ ვარ მე მგონი. რა ვარ? მელაკუდა? აი ხუთოსანა, გაიცანით ხუთოსანა გვანცა. ეს პიჟამა მე მგონი ყველას ქონდა. ბეგემოტიანი. ოუ, ვაუ, აქ უკვე პოდიუმზე ვდგავარ, მეგობრებო. აუ, ეს კოსტუმი შენახული მაქვს და ლილეს ჩავაცვი ერთხელ. ვაიმე, ჩემი შრომის რვეული ხალხნო, სკოლის. ვერ ვიჯერებ. ბრიტნი სპირსის სტიკერით. აქ უნდა იყოს ესა თარგი. აი. ამ თარგის მიხედვით რაღაცა შევკერეთ მახსოვს, მაგრამ ეგ არ მაქვს შენახული, რაც შევკერეთ ალბათ. ვაიმე, ეს არის ხალხნო.
ჩემი დღიური. მართლა აქ რეებიც მიწერია, ჩახედვაც მეშინია. ახალი წელი ძალიან კარგად გავატარე. მე ძალიან მინდოდა რომ ახალ წელს ჩემს მეგობრებთან ერთად შევხვედროდი როგორც ჩემი ძმა, მაგრამ მე ჯერ პატარა ვარ. ოჯახის ვალებზე მიწერია ხალხნო. ვიხსენებ, არ მჯერა რა სიტუაციებიდან არიან და ვართ ოჯახები გამომძვრალი და ანუ ვისი გადატანა უწევდათ ჩვენ მშობლებს მართლა ანუ. აი მე ჭორავ ვიღაცებს. არც კი გავხსენები ვარ, ერთხელაც კი არ დაურეკავს თქო ვიღაცაზე ვამბობ. ხვალ თიკას დაბადების დღეა. ეს არის ის ჩემი საუკეთესო მეგობარი, ჩემი კლასელი, თიკა რო ერქვა ადრე, ახლა თიკი ქვია. ვეცდები ძალიან კარგად გამოვიყურებოდე. თმები საპარიკმე ხელში უნდა დავიყენო. გადავწყვიტე ცოტა დავიქვია. ხვალ კონცერტი მაქვს ჩვენ სკოლაში, მინისტრი უნდა მოვიდეს. ლექსენის კასეტა. სახვევდი თქვენს. მე და 80 გოგონა მთელი მსოფლიოდან. ტრამპი გავიცანი სხვათა შორის, აქ რო ვიყავი. By the way. ეს ლარიანი რატომ აქ მოხეული შენახული ღმერთმა იცის და აწერია თარიღი. ეს რა არის? გვანცას. ჩემო ლამაზო და საყვარელო გოგო, მოვიდა შემოდგომა 1 სექტემბერი შენი დაბადების დღე. სიყვარულით გილოცავ, გენაცვალოს ბებო, ძალიან მიყვარხარ. გისურვებ ჯანმრთელობას, სწავლაში წარმატებას, წისვლას ყოველგვარ საქმეში. ღმერთმა დაგლოცოს და ბებიების ლოცვა გფარავდეს გაჭირვებაში. სანამიჭო პაგული. ბა შენიცი გაშალე შენი ლამაზი ფასკუნჯის ფრთები და ვეღარ ვაქცელებ. და გაფრინდი ბედნიერი მომავლის საძებნელად გაკოცებ შენი ბებო ელისო. ეს არის ჩემი ბებიკოს და რომელსაც ძალიან უყვარდი. ჩავაწყო ჩემი მოგონებები. ეხლა რომ სივარ და ამ მოგონებებში რომ ვიქეკები, ძალიან მომინდა რა რაღაცა ყველამ განიცადოთ ეგეთი მოგზაურობა რა და ისე მგონი არ იქნება ცუდი ჩელენჯი. რომ თქვენი memory box-ები გამოფინოთ. აი ვინც ხართ ბლოგერები, ინფლუენსერები, იუთუბერები. ძალიან კაი იქნება, იმიტომ რომ ჩვენ მოვდივართ აი აქედან. აი ეს ვართ ჩვენ რა, აი რაც ამ ყუთში არის და კიდე მრავალი მოგონება რაც გვაქვს ბავშვობიდან, იმიტომ რომ ჩვენ შეგვადგენს ეს ჩვენი მოგონებები და ჩვენი ბავშვობა და თქვენც ახადეთ აბა თავი. Where's memory box apps?